მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკვეთილში აგიხსნით, როგორ დავაბეჭდოთ Excel-ის ფაილი. ამისათვის დოკუმენტი უნდა იყოს გახსნილი და უნდა მიმართოთ ფაილ ტაბს ზედა მარცხენა კუთხეში. შემდეგ კი ავირჩიოთ print. თუმცა ალტერნატიული მეთოდი ამ ფანჯარის გამოძახების არის Ctrl+P. რაც შეეხება ცხრილს, მაქვს წარმოდგენილი პაციენტის ვიზიტები კლინიკაში და შესაბამისი შემოსავალი. ჩემი მიზანია, რომ ფურცელზე დაეტიოს ყველა სვეტი და როცა ვიძახებ Ctrl+P-ს, ხედავ, რომ მხოლოდ ნაწილი ჩანს. ახლა როგორ მოვაგოროთ ეს პრობლემა? პირველ რიგში ვნახოთ, რა მოხდება თუ პორტრეტის ორიენტაციას შევცვლით landscape ორიენტაციაზე, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ფურცელზე ჰორიზონტალურად განთავსდეს აღნიშნული ცხრილი. ხედავთ, რომ დამატებით რამდენიმე სვეტი გამოჩნდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აბა ვნახოთ კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ თუ ჩამოვშლით scalings და აქ ავირჩევთ ყველა სვეტის გამოჩენას ერთ გვერდზე. ხედავ, რომ ამან მიმუშავა და ყველა სვეტი წამოიღო, თუმცა წამოიღო ის სვეტებიც, რომლებიც მე არ მჭირდება. ამ შემთხვევაში ეს მცირე დაჯამების ცხრილი და ცარიელი სვეტები, როგორც დოკუმენტის მარცხნივ, ისე ამ ორ ცხრილს შორის. როგორ კონცენტრირდე მხოლოდ ჩემთვის საინტერესო არეალზე. დაბრუნდეთ დოკუმენტზე. ერთი მეთოდი არის, რომ Ctrl+10 მოვნიშნოთ ეს მთლიანი დიაპაზონი, კვლავ მიმართოთ Ctrl+P-ს და ნაცვლად print active sheet-ისა ჩამოვშალოთ და ავირჩიოთ print selection, ანუ მარტო მონიშნული დაბეჭდეს. რაც ჩემს პრობლემას აგვარებს. ზედმეტი ცხრილი აღარ ჩანს და არც ცარიელი სვეტები მარცხნივ და მარჯვნივ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ რამდენჯერაც დოკუმენტში ვმუშაობ, სულ უნდა მახსოვდეს, რომ მონიშნული იყოს დიაპაზონი, იმიტომ რომ თუ არ იქნება მონიშნული, მხოლოდ კონკრეტულ უჯრას წაიღებს დასაბეჭდად. ამიტომ ყოველჯერ რომ მივიწევდეს ამაზე ფიქრი, მოდი Ctrl+10 კვლავ მოვნიშნოთ მთლიანი ცხრილი, დავდგეთ page layout-ზე და print area ჩამოვშალოთ და ავირჩიოთ set print area. ამის შემდეგ Excel დაიმახსოვრებს, რომ მარტო ეს არეალი არის ჩემთვის საინტერესო ამოსაბეჭდად. და ახლა რომ დავიწვევი Ctrl+S, ჯერჯერობით ისე მონიშნული უჯრა გამოჩნდება, ვინაიდან უნდა გადავიყვანოთ print selection-ი კვლავ print active sheet-ზე. სადაც უკვე დამახსოვრებული ექნება, რომ ეს არის ჩემთვის საინტერესო არეალი და მხოლოდ მას გამოაჩენს. თუ მე მინდა რომ დავაიგნორო ჩემი print area, სწორედ ამის საშუალებას მაძლევს ეს ღილაკი ჩანართის ბოლოს. თუმცა ამ შემთხვევაში მაინტერესებს, ამიტომ იგნორირებას არ გავუკეთებ. ახლა როგორ ვიქცევთ თუ სვეტებთან დაკავშირებით მსურს რომ განუხორციელოთ ცვლილება. დავბრუნდეთ დოკუმენტზე და შევხედოთ ცხრილს. მაგალითად, ეს ინფორმაცია პაციენტებთან დაკავშირებით, რომელიც არის აი სვეტიდან ნელ სვეტამდე, ჩემთვის ანალიტიკის კუთხით საინტერესოა, თუმცა ვისაც ვუგზავნი ამ დოკუმენტს, მათთვის საინტერესო არ არის. ამიტომ მოდი დავმალოთ იგი. შემიძლია წავშალო კიდევაც, მაგრამ წაშლით მე თვითონ კარგავ ამ ინფორმაციას და ამ ფაილთან მუშაობას დავუშვათ ვაპირებ შემდგომ ამ ბეჭდის შემდგომაც და მირჩენე ფაილში იყოს. უბრალოდ უნდა მოვნიშნოთ 4-ვე სვეტი, დავაკლიკოთ აი სვეტს და მაუსით გადავავრცელოთ მე-4 სვეტამდე. დავაკლიკოთ მარჯვენა ღილაკით ზუსტად ამ სვეტების დასახელებას და ამ პანელზე ავირჩიოთ hide. და ეს დამალავს ამ სვეტებს, თუმცა ისინი კვლავ იქნებიან ფაილის ნაწილი. ახლა კვლავ გამოვიძახოთ Ctrl+P და ვნახოთ ცვლილება აისახა თუ არა. და როგორც ხედავ, კი. ცხრილიც უფრო კომპაქტური გახდა, ნაკლებად გადატვირთულია და უფრო დიდი ფონტით არის წარმოდგენილი. მოდი ვნახოთ რა ხდება ცალკეულ გვერდებზე. ხედავ, ამ preview-ს ქვემოთ არის ისრები, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ნავიგაცია გვერდებს შორის. ხედავ, მეორე გვერდზე უკვე დაკარგული არის სათაური. ამიტომ როგორ მოვიქცე? დავბრუნდეთ დოკუმენტზე და page layout ribbon-ზე ავირჩიოთ print titles. მასზე დაკლიკებით გამოდის ასეთი ფანჯარა, სადაც sheet tab-ზე საშუალება მაქვს ავირჩიო rows to repeat at top. მასზე დაკლიკებით მე უნდა მივაწოდო მას დიაპაზონის სახით. ინფორმაცია, მე თუ მსურს რომ მარტო სათაური გამეორდეს, ამ შემთხვევაში მესამე სტრიქონს ავირჩევ, თუმცა თუ მსურს სათაურის ზედა ინფორმაციაც წამოიღოს, შემიძლია ეს დიაპაზონი ბუნებრივია გადავავრცელო. მაგალითად, თუ იქნება ზემოთ ასევე რაღაც საინტერესო ინფორმაცია, რაც ცალკეულ ფურცლებზეც უნდა გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში მაინტერესებს მხოლოდ სათაური, ამიტომ მოვნიშნავ მესამე მწკრივს და დავუწევი OK-ს. ახლა რომ შევხედავ Ctrl+P-ზე print-ის ასე ვთქვათ previews და ცალკეულ გვერდებზე გადავალ, ხედავ რომ ყველას ახლავს სათაური. აქვე print-ის პანჯარაში შემიძლია ავირჩიო ფურცლის ტიპი, მაგალითად თუ ვიცი რომ A4 ფურცელზე ვბეჭდავ პირდაპირ A4-ს ავირჩევ რომ სიგრძე და სიმაღლე სწორად იყოს წარმოდგენილი და აქვე იცვლება ეგრეთ წოდებული მარჯინები, ანუ დაშორება ამ შემთხვევაში ცხრილის კიდეებისაგან. შემიძლია უფრო შევავიწროვო, ან უფრო ფართოდ გამოვაჩინო ცხრილი ჩემი სრული სამებრ. თუ ეს შაბლონები არ მაგმოყოფილებს, შემიძლია ჩემით განსაზღვრო custom margin-იდან. თუმცა ნაცვლად ამ ყველაფრის ცვლილებისა მე შემიძლია დამატებით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად გავცენტრო ცხრილი აღნიშნულ დოკუმენტზე. იმისაც რომ ფაილი მეტად წაკითხვადი იყოს, ალბათ უმჯობესია რომ ჩანაწერები განცალკევებული იყვნენ ერთმანეთისგან ეგრეთ წოდებული grid line-ებით. ამის შესართავად მოდი დავაკლიკოთ page setups, ავირჩიოთ sheet tab-ი და აქვე print-ში არის მოკლიკვადი grid lines. მისი გააქტიურებით და OK-ს დაკლიკებით
ხედავ რომ ვიზუალურად უკვე ეს ცვლილება აისახება დასაბეჭდ ფორმაზე. როგორ დავამატოთ საბეჭდ ფორმაზე სათაური, გვერდების ნუმერაცია და მაგალითად ამობეჭდვის თარიღი. ამისათვის მოდი დავუბრუნდეთ დოკუმენტის ხედვაზე და ეს view შევცვალოთ view ribbon-იდან workbook view-ში page layout-ზე. აქედან უკვე საშუალება მაქვს რომ დავამატო ეგრეთ წოდებული header-ები და footer-ები. ზედა პანელზე დაკლიკებისას მაგალითად თუ დავაკლიკებ პირველ box-ზე, აქვე ნახეთ გამოჩნდება header-ის და footer-ის ცალკეული ribbon-ი ან დიზაინი ძველ Excel-ებში. მასზე დაკლიკებით მექნება აქ არჩევანი header და footer ელემენტებს შორის. მოდი პირველი box-ი header-ების იყოს page number-ი, ანუ ნუმერაცია გვერდების. მასზე დაკლიკებით ხედავ რომ გამოჩნდება დავუშვათ ჩანაწერი, გამოჩნდეს page-ები, თუ დავაკლიკებ უკვე ამ box-ის გარეთ ხედავ რომ პირველი იქნება პირველ გვერდზე, მეორეზე მეორე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც შეეხება შუა box-ს, აქ მინდა გამოჩენილი იყოს სათაური. სათაური იყოს შემოსავალი კლინიკების მიხედვით. ელემენტარული ფორმატირება აქვე შემიძლია მოვნიშნო ტექსტი, გავაბოლდო მაგალითად და შევცვალო ფონტის ზომა და ასე შემდეგ. ჩამოსხვროლოთ ქვემოთ footer-ზე და მაგალითად მარცხენა box-ზე დავდგეთ, კვლავ მიმართოთ header და footer-ის ან დიზაინის ribbons. აქ უკვე გამოვაჩინოთ current date, რომელიც იქნება დღევანდელი თარიღი და ამობეჭდვისაც ბუნებრივია ამობეჭდვის თარიღად იქცევა. ის რომ ცხრილი სრულად არ არის ხელვადი, ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ ასე ჩანს, თუმცა პრინტის დროს ხედავთ რომ ყველაფერი სტანდარტულად არის და აქ ვხედავთ რომ წარმოდგენილი არის გვერდით, სათაურით და ამობეჭდვის თარიღით. ცალკეულ გვერდებზე შეგვიძლია გადავამოწმოთ და ვხედავთ რომ ყველა გვერდს ახლავს თავისი ნუმერაცია. თუ არ მინდა რომ ყველა გვერდს ჰქონდეს სათაური, ამისათვის ისევ header-ზე დაკლიკებით და header და footer-იდან ვეუბნები რომ განსხვავებული იყოს პირველი გვერდი. ამრიგად პირველ გვერდს რასაც ვეუბნები ისეთი იქნება და დანარჩენი გვერდებისთვის უკვე მეორე გვერდს რასაც ვეთყვი, ის გადავრცელდება ცალკეულ გვერდებზე. აქვე შემიძლია კენტი და ლოცი გვერდებისთვის ცალკეული ფორმატი შემოვიღო. ამ შემთხვევაში დავტოვოთ როგორც არის, გადავდეთ ისევ Ctrl+P ხედვაზე თუ როგორ დაიბეჭდება დოკუმენტი და მოდი ჩავიდეთ ბოლო გვერდზე. და ვხედავ რომ ბოლო გვერდი სულ რაღაც 3 ჩანაწერია. იქნება არ მინდა რომ 3 ჩანაწერის გამო ტყუილად ფურცელი დავბეჭდო და მოდი ბოლოსწინა გვერდის ინფორმაციათა ნაწილი გადავიტანოთ ბოლო გვერდზე რომ აზრი გქონდეს მის ამობეჭდვას. დავბრუნდეთ დოკუმენტზე. ამჯერად უკვე view ribbon-ზე უნდა ავირჩიოთ page break preview და აქედან უკვე მარტივად შეგვიძლია იმის მანიპულირება თუ რომელ გვერდზე რამდენი მონაცემი გამოჩნდეს. მოდი ჩავიდეთ ქვემოთ მონაცემის ბოლოში და ისიც ბოლო გვერდი, რომელიც მაგალითად სულ რაღაც 3 ჩანაწერს მოიცავს. მარტივი გზა არის რომ მაუსის დაკლიკებით აი ეს წყვეტილი ხაზი და მოდი მივახლოვებ. მაუსის დაკლიკებით ეს წყვეტილი ხაზი ავიტანო ოდნავ ზემოთ. ამით უკვე page 21-ს მოაკლდება ჩანაწერები, თუმცა page 22-ს მიემატება. თუ მსურს რომ პირიქით დამატებით გავხლით ჩამონაცემები, ამისათვის შემიძლია დავდგე მაგალითად 22 გვერდის კონკრეტულ ხაზზე, page layout-ზე დავაკლიკო და breaks-ის ქვემოთ ავირჩიო insert page break, რომელიც კიდევ ერთ დამატებით გვერდს შექმნის და უკვე გვექნება 22 გვერდი და 23 გვერდი. თუ გადავიფიქრებ, შემიძლია კვლავ დავდგე იმ ხაზზე, რომლის ზემოთაც შევქმნი ეს ჩაშლა, დავაკლიკო breaks და ავირჩიო remove page break. ან მეორე ვარიანტი არის რომ დავაკლიკო მაუსით და გავიტანო მონაცემის ბოლოს და იგი ავტომატურად წაიშლება. პრინციპში ძირითადი ნაწილი ეს არის, შეგვიძლია დავაკლიკოთ Ctrl+S. იმ შემთხვევაში თუ მსურთ დავბეჭდო დოკუმენტის 3 ვერსია, დავაკლიკებ copy-ზე და ჩავწერ აქ 3-იანს. შემიძლია გავირჩიო პრინტერი და მაგალითად ვინაიდან 3 ვერსიას ვბეჭდავ, ერთი არის რომ ავირჩიო დაიბეჭდოს 1-დან ამ შემთხვევაში 22 გვერდამდე მიყოლებით და მერე კიდე თავიდან და კიდე თავიდან, თუ დაიბეჭდოს ჯერ პირველი გვერდის 3-ვე ვერსია, მერე მეორე გვერდის 3 ვერსია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დავტოვოთ collated-ზე, ანუ შეკრულზე პირველიდან ბოლო გვერდამდე და ასე შემდეგ. ეს არის და ეს ბოლოს ვაჭერთ print relax და დოკუმენტი მზად არის დასაბეჭდად.